უკრაინის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებთან მინერალების შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მზად არის. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით მოლაპარაკების საჯარო ფორმატით წარმართვა არასწორი იყო. უკრაინის პრეზიდენტს კონსტრუქციულ დიალოგზე გადასვლის იმედი აქვს. ასევე თქვა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგება, თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება. შეთანხმება, რომელიც მაგიდაზია გაფორმდება, თუ მხარეები მზად იქნებიან. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. რაც შეეხება ოვალურ კაბინეტში მომხდარ ინციდენტს, ამაზე საუბარი არ მსურს, რადგანაც მომავალზე ვარ ორიენტირებული და კონსტრუქციულ მოლაპარაკებებზე გადასვლას ველი. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ არ იყოს სწორი ასეთი მოლაპარაკების სრულად ღიად გამართვა, რადგანაც მტრებს შეუძლიათ ისარგებლონ მოკავშირეებს შორის არსებული უთანხმოებით. არასდროს მიფიქრია ვინმე შეურაცხყოფა და ყოველთვის ორიენტირებული ვიყავი ორპარტიულ მოლაპარაკებაზე შეერთებულ შტატებში ყველა მხარესთან. რაც შეეხება იმას დავტოვებ თუ არა პოს, მე უკვე ვთქვი, რომ თანამდებობას ნატოში გაწევრიანებაზე ვცვლი. ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ ჩემი მისია შევასრულე. ჩემი შეცვლა ადვილი არ იქნება, რადგანაც არ არის საკმარისი მხოლოდ არჩევნების ჩატარება. თქვენ მოგიწევთ ხელი შეუშალოთ ჩემს მონაწილეობას და ეს ცოტა უფრო რთული იქნება.